როგორია თანამედროვე ოლიმპიადა და რა სარგებელს აძლევს მოზარდს განათლების მიღების პროცესში. საქართველოში მალე მაღალი სტანდარტების მქონე მასშტაბური ოლიმპიადა დაიწყება. ამიტომ გადაცემის მეოთხე ნაწილში ეკრანებთან უნდა მოკალათდეთ დაინტერესებული მშობლები და მოზარდები, რომლებსაც თავის გამოჩენა და საკუთარი ძალების გამოვლენა გსურთ. Veritas Olympics-ი ჰარვარდის პარტნიორია საქართველოში. თუმცა სრულიად შეიცვალა თანამედროვე ოლიმპიადა და როგორი იქნება ოლიმპიადა, რომელიც წელს პირველად ჩატარდება Veritas Olympics-ი, ამას უკვე ჩვენი სტუმრები გვეტყვიან დეტალურად. ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან ლაშა შარიქაძე, Veritas Olympics-ის გენერალური მენეჯერი და დავით ჭეიშვილი, Veritas Olympics-ის დირექტორი. მოგესალმებით. პირველ რიგში დიდი მადლობა, რომ ჩვენთან ერთად ხართ. უკვე ვუთხარით მაყურებელს, რომ ალბათ რადიკალურად განსხვავდება თანამედროვე ოლიმპიადა და ის ოლიმპიადები, რომელიც ჩვენ და კიდევ უფრო ჩვენ მშობლებს ახსოვთ. რით განსხვავდება და როგორი იქნება Veritas Olympics? პირველ რიგში აღსანიშნავია ის, რომ ჩვენ განსხვავდებით სხვა არსებული ოლიმპიადებისგან იმით, რომ პირველად საქართველოში ხდება ესეთი რამ, რომ ჩვენ ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტურ ორგანიზაციასთან გვაქვს ძალიან მჭიდრო კავშირი. ისინი არიან ჩვენი პირდაპირი და ძალიან ახლო პარტნიორები. და რა ფორმით ხდება მათი ჩართულობა? ანუ მათი ჩართულობა ხდება ძალიან ბევრ ასპექტში. ანუ პირველ რიგში თვითონ ტესტები იგზავნება თვითონ ჰარვარდიდან, ამაზე ძალიან ბევრი მუშაობა მოგვიწია, რომ ჩვენი ქართველი ბავშვებისთვის ყოფილიყო შესაბამისი, ანუ სირთულის დონეს გულისხმობ და ჩვენ გადაუგზავნით მათ როგორც ინგლისური ენის პროგრამა, თუ რომელ კლასში რა სწავლობენ ჩვენი ბავშვები, ასევე მათემატიკის პროგრამა. მათ შეადგინეს ტესტები, ეს ტესტები გამოიგზავნა იქიდან და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძირითადი ფაქტორი, რაც განგვასხვავებს ჩვენ სხვა ოლიმპიადებისგან. და ამის გარდა კიდევ სხვა თანამშრომლობა გვაქვს და კიდევ უფრო მჭიდროდ გვექნება უშუალოდ ჰარვარდის უნივერსიტეტთანაც და რა თქმა უნდა მის სტუდენტურ ორგანიზაციებთან რა. საინტერესოა, რატომ სჭირდებათ მოზარდებს ამ ოლიმპიადებში მონაწილეობის მიღება, თუნდაც რა უნარჩვევებს შეიძენენ ისეც, რომელიც ალბათ ძალიან აუცილებელია ესეთ თანამედროვე კომუნიკაციაში. მე მგონია, რომ რაღაცა ის ჯანსაღი კონკურენციის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება ოლიმპიადა, როდესაც შენი ცოდნით ცდილობ, რომ სხვა საჯაბო და ეს შეჯიბრება არის ყველაზე ჯანსაღი. ალბათ ეს ერთ-ერთი შეიძლება იყოს. დიახ, ანუ ჩვენ ჩავატარეთ კვლევა და სამწუხაროდ აქამდე საქართველოში არსებული ოლიმპიადებით მოსწავლეების უმეტესობა მანდამაიც კმაყოფილი არ იყო იქ სხვადასხვა პრობლემები, თქვათ გამჭვირვალე არ იყო ეს პროცესები, რაღაც მიკერძულობის, რაღაც მომენტებსაც მოუკარით ყური და ჩვენ გვინდა რომ ეს ყველაფერი გამოვრიცხოთ, შემოვიტანოთ საქართველოში საერთაშორისო დონის და სტანდარტების ოლიმპიადა და მივცეთ ბავშვებს მართლაც საშუალება რომ გამოსცადონ თავიანთი თავი და შეამოწმონ თავიანთი ცოდნა და ეს ყველაფერი იქნება ძალიან მაღალ დონეზე, იმიტომ რომ ჰარვარდის უნივერსიტეტის ამ ორგანიზაციისგან ეს სახელი უკვე თან თავისას წარმოადგენს ამ ბავშვებს мотиваცია რომ დაინტერესება, ანუ ამ შემთხვევაში პრიზების სახით ან კი რა თქმა უნდა, ანუ ბავშვები გარდა იმის რომ ანუ ყველა მეორე ტურში მონაწილე ბავშვი მიიღებს ინგლისურენოვან სერტიფიკატს ხელმოწერილს ჰარვარდიდან, გარდა ამისა რა თქმა უნდა ფასიანი პრიზები ერგებათ მოსწავლეებს. კონკრეტულად ეს იქნება ელექტროტექნიკა, ანუ პლანშეტები, ასევე საგზური ბანაკში დიდი ნაწილი გამოყენებული. სწავლის გაგრძელება რაღაც მსგავსი. ანუ ეს საომალო გეგმები ახსენა დავითმა, ანუ ეს ჰარვარდს რაც შეიძლება მჭიდროდ დაუკავშირდებით. შემდეგ სეზონზე ვფიქრობთ, ანუ იგეგმება გამარჯვებული რამდენიმე ბავშვის გაგზავნა ჰარვარდის საზაფხულო სკოლაში და ჰარვარდიდან მოვიწევთ პროფესორს, რომელიც ჩაატარებს ასეთი პერსპექტივა გაქვს, ბუნებრივია სტიმულიც უფრო მეტად იზრდება. უფრო დეტალურად რო ვისაუბროთ უკვე წლევანდელი ოლიმპიადის შესახებ, ვის ეხება, ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება, დარეგისტრირება როგორ ხდება, აი ესეთი დეტალები, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ ახლა და რატომ გადაწყდა რომ ყოფილიყო ამ ორ საგანში კონკრეტულად ესეც საინტერესო. კი. ან როგორც დავითმა აღნიშნა, ეს ორი საგანი უფრო მარტივად მოხერხდა მოკლე დროში, რომ დამუშავებულიყო ჰარვარდის სტუდენტების მიერ და სამუშაო ჯგუფის მიერ აპრობირება ქართულ სასწავლო პროგრამაზე.
რაც შეეხება მონაწილეებს, მე-13-დან მე-12 კლასის ჩათვლით ნებისმიერ მსურველს შეუძლია მიიღოს მონაწილეობა, რა თქმა უნდა. თან პარალელურად. ვერიტას ჯიზე უნდა შეხვიდეთ, ესეც ვუთხრათ ჩვენ მოყურებელს და ძალიან მარტივად როგორც ხედავ, მე როგორც მე-12 კლასის მოსწავლე. აბა მიდინო. მე მე-11 მეგონა და. რეგისტრაცია მარტივად ხდება, მაკო როგორც უნდა. რეგისტრაცია უმარტივესია. უნდა აირჩიოთ. ორივეში შემიძლია ისე მონაწილეობის. მაშინ ორივეში. აბა ვამბობ წერტილი იყო მათემატიკაო. სდი მაინც რა იცი რა ხდება. მე როგორც ვიცი საქართველოს 3 ქალაქში ტარდება, ხო? თბილისი, ქუთაისი, რუსთავი. ეს არის პირველ ეტაპზე და შემდეგ იგეგმება რომ დაემატოს სხვა ქალაქებიც თუ როგორ? დიახ, პირველ ეტაპზე ვატარებთ ამ 3 ქალაქში. შემდეგი ტური უკვე, ანუ შემდეგი ოლიმპიადა, რომელიც გაზაფხულზე იქნება, ის უკვე დიდი ალბათობით მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდება და ყველას ექნება საშუალება რომ მიიღოს. უნდა ვივარაუდოთ, რომ დროსთან ერთად შეიძლება საგნების რაოდენობაც გაიზარდოს, ხო? უკვე რადგან მეტი დრო გექნებათ მოსამზადებლად, ვთქვათ, მომავალში მარტო მათემატიკა და ინგლისური აღარ იყოს. დიახ, ამაზეც გეტყვით, ანუ პირველ ეტაპზე გავაკეთეთ მხოლოდ ამ ორ საგანში, რადგან ინგლისური თავისთავად იქიდან გამოიგზავნა და ეს თავისთავად ამერიკიდან, ანუ მათი ენაა, ხო? და მათემატიკაც, საერთაშორისო რაღაც არის მეცნიერება, ხო? ამიტომ ყველა ენაზე 2+2=4-ია. ეს მომენტი იყო, უბრალოდ მოვარგეთ ჩვენს პროგრამას. ხოლო რაც შეეხება ქართულ ენას, ეს ამ ტესტის შედგენა მოგვიწევს აქ და ეს შემდგომი ეტაპი იქნება, როცა უკვე ადგილობრივად შევადგენთ ქართულ ტესტს რა. უფრო შორსაც რო გავიხედოთ, არა მარტო შემდეგ სეზონზე გეგმავთ ჩავატაროთ სხვადასხვა რეგიონებში და მოვიცოთ მთლიანად საქართველოს, არამედ გავცდეთ საქართველოს ეს თქვა ფარგლებს მინიმუმ ამიერკავკასია პირველ ეტაპზე, ამის ყველანაირი ხელშეწყობა გვაქვს ეს თქვა, სახელი საერთაშორისო ბრენდი მხარს გვიჭერს და გვერდზე გვიდგას და რა თქმა უნდა შევპირდებით ჩვენ ერთგულ მოსწავლეებს და მომავალ ვერიტასელებს უამრავ სიურპრიზს ჩვენი ოლიმპიადებში მონაწილეობით. საშუალოდ რამდენი მოსწავლე იღებს მონაწილეობას, რო გითხრათ, საჯარო სკოლებიც არის თუ კერძოც არის, როგორც ვიცი, ხო, ჩართული ამ. დიახ, ყველა სკოლა არის, აბსოლუტურად ყველა სკოლას შეუძლია მიიღოს. თუმცა ნებაყოფლობითია, რა თქმა უნდა. ამ ეტაპზე როგორი მდგომარეობაა, რამდენმა სკოლამ გამოთქვა სურვილი, რამდენი ბავშვი ყავს დარეგისტრირებული? რეგისტრაცია ძალიან კარგად მიდის. სკოლებში ახლა მიმდინარეობს პრეზენტაციები, ჩვენი პრეზენტატორები შედიან სკოლებში, ბავშვებს აცნობენ, რომ ჩვენი ოლიმპიადა ჩატარდება და ძალიან კარგი გამოხმაურება გვაქვს, ბავშვებს ძალიან დააინტერესათ, რაც ძალიან სასიხარულოა. და ზუსტ რაოდენობებს რაც შეეხება, მაგას ლაშა იტყვის, მაგრამ ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს და ეს ძალიან კარგია რა. კი, გარდა იმის, რომ ინტერესდებიან ბავშვები, ოლიმპიადაში ჩართული მხარე, ასევე არის სკოლები და ჩვენი პრიორიტეტია, რომ თავარი, ასე ვთქვათ, მასწავლებელი ერთ-ერთი დამაკავშირებელი რგოლი მოსწავლესა და ოლიმპიადას შორის იყოს, ესე ვთქვათ, დაფასებული და წახალისებული ჩვენი მხრიდან. ყველა მონაწილე სკოლა აქტიურად, რომელიც გამოაგზავნეს ბავშვებს და მასწავლებლები, გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოვდებიან სერტიფიკატებით, ასევე გამარჯვებული სკოლები, ჩვენი გენერალური სპონსორი, Gino Paradise, უნდა ვახსენო მის სახელი აუცილებლად, აჯილდოვებს ყველა სკოლას და ასევე გამარჯვებულ ბავშვებს. თუმცა გამარჯვებამდე მოსწავლეებს მოუწევთ 3 ტურის გავლა. ხონებრივია საინტერესოა რა კონკრეტულად რა ტურებისგან შედგება, იმიტომ რომ მე ვიცი რომ პირველი ტური გაიმართება 24 და 25 ოქტომბერს, შემდეგ მეორე ტური 7 და 8 ნოემბერს და დასკვნითი ფინალი უკვე 28 და 29 ნოემბერს. მოდი დეტალურად ვისაუბროთ აი ამ ტურების შესახებ. დავაზუსტოთ ეს თარიღები, ნოემბრის პირველი კვირა ხო, განრიგი ცოტა გადმოიწია. ნოემბრის პირველ კვირაში იქნება პირველი ტური, ეს თქვა პირველი ტური შედარებით მარტივია, ესე რომ ვთქვათ, მაგრამ არც თუ ისე მარტივი, რომ ბარიერი გადალახოს ყველა მსურველმა. აუცილებლად ჭირდებათ ის უნარჩვევები მოსწავლეებს, მით უმეტეს რომ გაუმკლავდნენ, ესე ვთქვათ, ჰარვარდის ტესტებს და გამოსცადონ თავიანთი თავი. მეორე ტური არის ფასიანი. მეორე ტურში მონაწილეობის საფასური შეადგენს. მონაწილეობის საფასური შეადგენს ოსლარს. რეგისტრაციის დროს ხდება. ეს ხდება უკვე მეორე ტურში. მეორე ტურში და ფინალიც არის, რა თქმა უნდა,
და დონე უფრო გართულებული იქნება ეს მაინტერესებს ისგან განსხვავდება ეს სამი ტური ერთმანეთისგან გარდა იმისა რომ მეორე უკვე ფასიანია. ყოველი შემდგომი ტური უფრო რთული. მაღალი საფეხურია. და მეორე ტურში გადასვლისას კონკრეტული რაოდენობა ვთქვათ რომ ამდენი ადამიანი გადალახავს თუ ზღვარი აქვს გულის თვალსაზრისით და ამ გვაქვს რაღაც ბარიერი, ამ ბარიერს ვინც გადალახავს, ყველა ბავშვი გადავა მეორე ტურში. და მეორე ტურში ვინც გადავა მათ უკვე ყველას დაურიგდებათ და გადაეცემათ ჩვენი სერტიფიკატები, როგორც ვთქვით, ინგლისურენოვანი ჰარვარდის უნივერსიტეტის სერტიფიკატი, რომელსაც ბუნებრივია ძალა აქვს. ძალა ეკება ნამდვილად. და ასევე აუცილებელი აღინიშნოს, რომ გარდა აი ამ სერტიფიკატისა, ბუნებრივია მოზარდისთვის ძალიან დიდი სტიმულია, როდესაც კარგი პრიზები გელოდება. ხო იქნება ეს ფასიანი პრიზები თუ smartphone, კომპიუტერი და ასე შემდეგ. მე როგორც ვიცი, ამ პრიზებითაც დაჯილდოვდებიან მონაწილეები და ყველაზე მნიშვნელოვანი პერსპექტივა რომ ჰარვარდის სამრ სკულში, საზაფხულო სკოლაში წავიდეს სასწავლებლად. ეს არის მე მგონი ყველა მოსწავლისთვის და არა მხოლოდ მოსწავლისთვის ჩვენთვისაც კი საოცნებო პრიზი. ასე რომ კიდევ ერთხელ უთხრა ჩვენს ტელემაყურებელს რომ ძალიან მარტივად Veritas.g არის ესეთი ძალიან მარტივი საიტი, შეხვალთ, დარეგისტრირდებით, აარჩევთ თქვენთვის სასურველ საგანს იმ შემთხვევაში თუ მათემატიკაშიც განსაკუთრებით ძლიერი ხართ და ინგლისური ენის ცოდნაშიც ორივეს მონიშნავთ, მარტივად დარეგისტრირდებით და SMS-ი მოგივათ იმის ნიშნად რომ ნამდვილად დარეგისტრირებული ხართ და თქვენ თავის მოძებნას სიაში არ გაგიჩნდება. SMS-ი უნიკალური კოდის წარდგენის შემდეგ ბავშვს ეხმარება რეგისტრაციაში, ან ჩვენი საგამოსტო პროცესი მაქსიმალურად არის დამსგავსებული, ასე ვთქვათ, ეროვნული გამოცდების პროცესთან. როგორც დავითმა აღნიშნა, ჩვენი პრიორიტეტია მაქსიმალური გამჭვირვალობა და სანდოობის მოპოვება, იმიტომ რომ პირველად ვაკეთებთ ოლიმპიადას და რა თქმა უნდა, მაქსიმალურად კითხვის ნიშანი ბევრი არ უნდა არსებობს. კი, ანუ ადგილობრივ სხვა ოლიმპიადებს ზუსტად რა მინუსებიც აქვთ, გვინდა რომ ეს არ გავიმეოროთ და მათგან ვიღოთ გამორჩეული ამ კუთხით. წარმატებებს გისურვებთ. წარმატება, დიდი მადლობა მოგბრძანებისთვის. მე მგონი შევისვენოთ ზოთახნით, დავბრუნდებით, დროებით არ გადაერთოთ.